legyen világos, hogy Ukrajna nem készült fel arra, hogy az Uniót Modim კაფიოდ თქვათ, უკრაინა არ არის მზად იყოს ევროკავშირის წევრი. ეს გადაწყვეტილება მოუმწიფებელია. ახლა არ იყო ამის დრო. მე ვთქვი, რომ მოდი ეს საკითხი მაშინ განვიხილოთ, როცა უკრაინა მზად იქნება. თუმცა ისინი ვერ დავარწმუნე. 8 საათი ვცდილობდი ამეხსნა მათთვის, რომ რასაც აკეთებენ არასწორია და რომ სინამდვილეში ეს უკრაინის დახმარება არ არის. რომ ეს დათური სამსახურია. თუმცა ვერ დავარწმუნე. მათ ორი არგუმენტი ჰქონდათ. პირველი იყო ის, რომ ისინი 26-ნი იყვნენ, მე კი მარტო ვიყავი. მათ უნდათ წაეხალისებინათ უკრაინა, რომ ომი გაეგრძელებინა. მე არ მსურდა ამ ცუდ გადაწყვეტილებაში უნგრეთის წვლილიც ყოფილიყო. ამიტომაც ვუთხარი, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მივიღებდი. უნგრეთი არ მიიღებდა მონაწილეობას ამ ცუდ საქმეში. მაინც ისე მოიქცნენ, როგორც უნდათ. მე წავდექი და დავტოვე ოთახი. მათ დაუყოვნებლივ მოინდომეს უკრაინელებისთვის 50 მილიარდი ევროს მიცემა. არსებითად მათ სურდათ უკრაინისთვის გადაეცათ უნგრელების ფული, წევრი ქვეყნების ფული, მათ შორის უნგრეთის ფული. და ეს იყო უკვე კულმინაცია და მე ვთქვი, მოითმინეთ ერთი წუთით. ეს არის დარღვევა. მე ვეტო უნდა დავადო ამას. ეს ვეტო, რა თქმა უნდა, არ არის იურიდიული ვეტო. ეს ადრეც განმარტეთ. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიღება ჩვენ გარეშე შეუძლებელია. ჩვენს უარს კი სასაუბრო ენაზე ვეტო ეწოდება. ასე რომ 50 მილიარდს ჩემი გადაწყვეტილებით ვეტო დაედო. საუბარი ღამითაც გაგრძელდა, მაგრამ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ შეგვეებოდნენ. ასე რომ ფული არ არის. ჩვენ დაუბრუნდებით ამ საკითხს ალბათ რიგგარეშეც ამიძე თებერვალში.